მოგესალმებით მეგობრებო, მოკლედ დიდ დროს არ წაგართმევთ, ძალიან ცოტა დროს წაგართმევთ და მინდა გამოვეხმაურო იმ მოვლენებს, რა მოვლენებიც არის საქართველოში. ცოტა ესე სატირულ და იუმორის ფორმატში მინდა გამოვეხმაურო. მოკლედ დაწყებული პოლიტიკური დაძაბულობიდან ადამიანების რიგითი ადამიანების დონეზე და აქტივისტების დონეზე არის ყველა მიმართულებით დაძაბულობა თუ აკვირდებით, არა აქვს მნიშვნელობა ამას. ხელისუფლება იქნება, ოპოზიცია იქნება, რიგითი აქტივისტები იქნებიან, რამე იქნება, აი ძალიან მოწამლული პერიოდი დგას საქართველოში და აი ხო დღეს ესეთი რაღაცაც გამოაგორეს და თქვეს, რომ აიო ევროკავშირმაო გამოაქვეყნაო ბევრი ფულებიო. რო გადმოურიცხაო კოცებსო და ეს ფულებიო სულ მთავრობამ შეჭამაო და კიდე ჩვენ ვართ ცუდიო და მოკლედ კობახა გამოვიდა და გამოაცხადა რომ ბიჭო მაგენსო ჩვენთვისო ეკონომიკისთვისო ფულიო არ მოუციათო ერთადერთიო როცაო ჩადესო ფულიო იყო 2009-2011 წელიო ომის მერეო რო თავისი აგენტურაო ნაცები შეენახათო ბიჭო რაღაცა ეს ბიჭი თანდათან ესე იგი სიმართლის ლაპარაკს ეჩვევა, იცით? აი რაღაც შეიძლება ეროვნული ცნობიერების ის აეხილა, რა ქვია, მესამე თვალი აეხილა. და მართლაც მასე იყო, ეს სიმართლე ვთქვათ, მასე იყო უბრალოდ ამას დაჭირდა ეხლა 17 წელიწადი, 18 წელიწადი რო სიმართლე თქმულიყო, მართლაც ასია დასავლეთი ჩვენ ერთადერთი რასაც ქვია ეკონომიკური დახმარებით, როდესაც დაგვეხმარა ეგ იყო 2008 წლის ომის მერე, რომ სააკაშვილის რეჟიმი გადაერჩინა რამენაირად რა. აი რაღაცნაირად შეინარჩუნებიათ ეს დამპალი ძალა, რომელიც მათი სრულად თავიდან ბოლომდე მათი აკომპლექტება იყო და მის მერე პრაქტიკულად რასაც გვამადლიდნენ, რომ გრანტებს გიგზავნით, ამას გიგზავნით, იმას გიგზავნით, ეს იყო ყველაფერი ბლეფი. ეს ემსახურებოდა ყველაფერი აი ამ ბოზიშვილ აგენტურას, რომლებიც არიან აი უკნიდან განათლებულები, აგერო წევიან და კივიან ქუჩაში უფლებებს რო ითხოვენ, აი ძაღლის უფლებებით დაწყებული, მეტრაკეების უფლებებით გაგრძელებული და აი ესეთი თაობის გამოზრდას და მათ აგენტურას იმას ეკნა, თორე ეკონომიკისთვის და ქვეყნისთვის ამათ დახმარება არ ყოფილა და სხვათა შორის ძალიან ბრძნული რაღაცა თქვა, აი კობახამ ეგეთი რაღაცა როგორ გაბედა ეს კაცო, როგორ გაბედა, ნელ-ნელა ეს ბიჭი სიმართლის ლაპარაკს ბედავს რა. რო ისო, რა ქვიაო, ჩვენო პატარა ქვეყანა ვართო სულო სადღაც 34 მილიარდი გვაქვს, ისო, რა ქვიაო. შემოსავალიო და 34 მილიარდიო მთლიან თუ ბრუნვაო ეკონომიკაო ევროკავშირისთვის არაფერი არაო 3 მილიონიანი ქვეყნის ფეხზე დაყენებასო რა უნდაო მაგათ რომ მოენდომებიათ. როგორც იქნა შეძლო ვიღაცამ რაღაცის თქმა, მაგრამ ეს მაშინ ხდება, როდესაც ბოზებს რო ჩხუბი მოუვათ და ერთმანეთს ეძახიან ეს რა ქვია შებოზო და ბინძური ნიფხვების გამოფენას რო დაიწყებენ და კარგია გააგრძელეთ ასე ახლა ევროკავშირი თქვენ დაგიწყებთ ლაპარაკს რამდენს გასმევდათ და გაჭმევდათ და რამდენს გინახავდათ თქვენ მაგაზე დაიწყეთ ლაპარაკი რომ ქვეყანას სახელმწიფოს არაფერს არ ახმარდით და სინამდვილეში აგენტურას ახმარდით და ეს კარგია ოჩა გააგრძელეთ ასე მე მსიამოვნებს იმიტომ რომ ასეთი დაპირისპირებების დროს გვერდით მდგომი ადამიანი სიმართლეს გებულობს და მე მივესალმები ამ ყველაფერს გააგრძელე ასე ჩიჩილა კაი ბიჭი ხარ თქვენს იმის რა ქვია ევროპის ელჩო ამერიკის ელჩო გააგრძელეთ ეს ყველაფერი და ეს ბინძური სასვლები გამოაფრიალეთ რა შეიძლება საქვეყნოდ თუ როგორ და რანაირად ხო და ისე რო გადახედო ხო აი დაძაბულობა საერთოდ ქართულ საზოგადოებაში ახლა ისი არის რომ ღმერთთან უკნას რომ მართლა ცოტა რეჟიმის პოლიცია არის ეს და მოდუნდეს ეს ყველაფერი თუ არა 90-იანი წლები ესა რა ქვია მონაგონი იქნება რა აი ისე დაწყვიტავს ხალხი ერთმანეთს ნაცებშიც განხეთქილება, კოცებშიც განხეთქილება, კონსერვები ხო საერთოდ რეკორდებს ხსნიან არ მინდა მე მაგაცი არ ვლაპარაკობ, მაგრამ კარგად გაიხსენეთ ბარეურმა ჩემი ნალაპარაკები რასაც გეუბნებოდით როგორ მოხდებოდა ყველაფერი და ზუსტად ისე მიდის და ისე წავა, იმიტომ რომ ეს ერთი სისტემის მართული სასტავი არის ყველა და ეს სისტემა თვითონ გატეხვას იწყებს, თვითონ შიდა დაპირისპირებას იწყებს და თავისთავად ერთმანეთის დაპირისპირებების დროს ხდება ეს ბინძური საცვლების აფრიალება ყველა მხრიდან და მაგრამ ყველაზე მეტი სასიამოვნო, ესე რომ ვთქვათ,
ხოლმე კოცებზე მეტი რუსეთის აგენტი ვარ, შონიკო, მართალი ხარ შენ. მართალი ხარ, მან ჩარშონიან წეს მე თურმე კოცებზე მეტი რუსეთის, აბა რა, ახლა გეიგე მაგი. დებილია. ხო და ყველაზე მეტი საინტერესო რა იყო, იცი? ყველაზე მეტი საინტერესო იყო ესეთ რაღაცას წავაწყდი ინტერნეტში, არც ისე დიდი ხნის წინ, 1-2 დღის წინ იყო დაახლოებით. აი ეს უკნიდან განათლებულები, რომლებიც საქართველოში ქვეყანას აქცევდნენ გეი პარადის ჩასატარებლად, თურმე სოლიდარობის ნიშნად მიიღებენ სადღაც ანტვერპენში მიიღებენ თურმე გეი პარადში მონაწილეობას 8 აგვისტოს რუსეთ-საქართველოს ომის თურმე 18 წლის თავზე. და ეს რა თქმა უნდა ახლა გაკონსერვატებულმა ქოცებმა ეს ყველაფერი ამ ყველაფრის პროპაგანდა ახლა ანტი-LGBT პროპაგანდა არის ქოცებში, ხო და წამოწიეს რომ ხალხში აზიზღონ ეს ხალხი რომელსაც გადაფარებული კრუხივით იცავდნენ თავის დროზე და ნუ მოკლედ დაანებოთ ბიჭო რა ამ ბიჭებს თავის საფსავში მაინც დააყენეთ რა ეს თქვენი უსინდისო, უნამუსო, უღირსი, გამყიდველი პოლიტიკის გამო სამშობლოს შეწირული მსხვერპლი მიწაში მაინც დააყენეთ რა. გინდა ამათმა LGBT-ებმა თავისი იმითი რა ქვია აყროლებული გეი პარადების ჩატარებით დახსოვნით და გინდა ამ აყროლებულმა ქოცებმა. არაფერი თქვენთვის წმინდა არ არის რა. არაფერი თქვენთვის წმინდა არა, არც ერთში, არც მეორეში რა. და მაგრამ აქ რა მოხდა, იცი, ერთი ძალიან საინტერესო მომენტი მოხდა, რომ ესო რა ქვია, გამოვიდა ამათი ხელმძღვანელი მთავარსარდალი, ვინც არის, რა ქვია ამას, თაბაგარი, სხვათა შორის, დიდი ცივილკივილი რო იყო და ერთი ამბავი იყო, გამოვიწვიეთ მაშინ დებატებში, ნუ დაჯექით ერთი და დაგველაპარაკეთ ერთი რა გინდათ, რატო არ ისვენებთ გეი ფილმების და ამის ამბები რო ტარდებოდა რა. მაშინ საზოგადოებრივმა მაუწყებელმა სხვათა შორის თანხმობა განაცხადა, რომ კი ბატონო, გითმობთ ეთერსო და აქეთო დაჯექითო თქვენო ეს ეროვნული ადამიანები ვინც ახართო და აქეთ დაჯდენო ეს LGBT სასტავიო და ილაპარაკეთ ერთმანეთშიო სინამდვილეშიო რა პრობლემა გაქვთ, მაგრამ სისტემამ რა თქმა უნდა არის და თავი და რა თქმა უნდა ამ უკნიდან განათლებულმა თაბაგარმა, რომლის უფლებებსაც სახელმწიფო განსაკუთრებით იცავდა მაშინ, არაო კაცო, მე რა პასუხი გაგცეთო, სად დაგიჯდეთ, რაზე გელაპარაკოთ. ხო და მოკლედ, ახლა ერთმანეთს დაერიენ, ჭამენ და საინტერესო რა იყო, იცით? როდესაც ტელეკომპანია იმედმა დაიწყო ამათი ლანძღვა და ამათი გინება და ამათი დისკრიმინაცია, პასუხად აი გიორგი თაბაგარმა გამოაქვეყნა ესეთი პოსტი, რომელთაც ჩაუტარა კომენგაუტი იმედის კონსერვატიულ, ესე რომ ვთქვათ, ეხლა გაქოცებულ სასტავს, რომ მე თუ მეძახითო LGBT ვარო და მე თუ მეძახითო რომ უკნიდან განათლებული ვარო, თქვენთანო რამდენი უკნიდან განათლებული არისო და დაწერა ესეთი რაღაცა. ნადეჟდა ქარდიდან გავიგე რომ 8 აგვისტოს ანტვერპენში ვარ თურმეო და ფანტაზიური რუსი პროპაგანდისტებიო და წერს აგე რა PS მოკითხვა იმედის გოიმ დებსო. დააკვირდით დებსო. ცოტნე გეგეჭკორსო, ირაკლი ჩიხლაძესო, ვარლამ ციკლაურსო, ჯაჯანიძესო, ანრის, გიორგი გასვიანსო, გიორგი კალანდიასო და რავი რამდენი ხართო, კაროჩე, ესე იგივე სათვალავი ამერიაო, ჩადით თქვენც იქნებ თვალები აგეხილოთ და რა იყო, ამოტივტივდეთ. აი ესეთი გაოხრებული, აი ესეთი აყროლებული ხალხი, ხან ლიბერალი როა, ხან კონსერვატორი როა, ხან ნაცი როა, ხან ქოცი როა, მართავს ტელეკომპანია იმედს და აი ეს არის ქოცების და ნაცების აი ნამდვილი სახე რა. აი რამდენი სოდომიტი და რამდენი დამპალი და რამდენი ურჯულო დარბის აქეთ, იმდენი დამპალი, იმდენი აყროლებული და იმდენი ურჯულო დარბის იქეთ. ქოცებო, მოდით აქ, მოდით ის განსაკუთრებით იმის, რა ქვია, ტელეკომპანია იმედის წამყვანებმა. მოდით აგერ, განსაკუთრებით ჩიხლაძეს ეხება. ამ მართლა სულით და ხორცით და მენტალიტეტით და აზრ ქუთაისიდან მაინც არ იყო შემართლა
არჩი რა მომივიდა ყელში რა ამათი ამდენი ლანძღვა და გინება და ეს სოდომიტი ურჯულოები გამოდიან და ჩვენ ქვეყანას ელაპარაკებიან ხვალინდელ მომავალზე, ქვეყნის განვითარებაზე, ეროვნულ პოლიტიკაზე, ქვეყნის სუვერენიტეტზე, მართლმადიდებლობაზე, ქრისტიანობაზე, ზნეობაზე, მორალზე და სინამდვილეში აგერ რამდენი უნდა ჩამოგთვალოთ მართლა ტელევიზია არ არსებობს სოფლიოში მართლა იმდენი მეტრაკე იყოს რამდენი მეტრაკეც ყავს ტელეკომპანია იმედს და აი მაგათი გამოფენილი ბინძური ნიფხვები ეს ხალხი თქვენ გონიათ ამ ხალხში მართლა რაიმე იდეური განსხვავება რაიმე ისა ერთადერთი განსხვავება არის რომ მე რო ვარ ახლა თანამდებობაზე უნდა შევინარჩუნო ეგ ყველაფერი მე რო აღარ ვიქნები თანამდებობაზე თუ გინდა წყალი მოსულა წარღვნა მომხდარა საერთოდ არ მაინტერესებს ესა სკამების გულისთვის ხოცვა აი მაგათი ზნეობა და აი მაგათი მორალი მოგიკითხავთ მეც LGBT-ებს მიამატეთ იქ ბარეული ვასიკო მაღლაფერიძის თამადობით და თავისუფლების ინსტიტუტში გამოზრდილი მთელი ქოც საLGBTO ელიტით ლატენტური გეებით რო ავსებული მთელი ქართული ოცნება აი ესაა თქვენი დამპალი აყროლებული სახე და აი სიმართლე გითხრათ ბოლოსკენ მინდა რა ერთ ძალიან საკრალურ თემაზე გადავიდე ძალიან ტკივნეულ თემაზე საქართველოში აყვავებულ ახალ რელიგიურ მიმდინარეობაზე რომელიც ძალიან სწრაფად იღებს იდგამს ნაბიჯებს და ძალიან პროგრესირდება რომელსაც ქვია ძაღლმადიდებლობა აი საქართველოში არის ახალი რელიგია ძაღლმადიდებლობა ეს ჩათვალეთ რომ ეს ჩვეულებრივი რელიგია არის და გუშინ ესე იგი გამოვიდა ერთი იმის რა ქვია ნაცი რო იყო ეგ მაჭავარიანიჩი პატარა მაჭავარიანი და ტელეკომპანია იმედის ეთერში მივიდა ძუნკალა ძაღლით და მთელი საქართველო რო ეზიზღება ინგა გრიგოლიას და ტევ პირველს ქართული საქართველო რასაც ქვია იმათთან პირდაპირ ეთერში სოფიანი ძუნკალა ძაღლით მივიდა და ისა რა ქვია პირდაპირ ეთერში დაუწყო ფერებას ასაობა და მე მათ ძაღლმადიდებლების კამანდამ დადო ეს ყველაფერი გვერდზე სადაც იყო ნაჩვენები რომ აი ტელეკომპანია იმედზეო ამდენი უყურებსო კობახიძის გამოსვლასო და ჩვენსო იმასო რა ქვიაო ტევ პირველზეო აი ამდენი უყურებსო ჩვენ გამოსვლასო აი რა მაგარი რაღაცაა ძაღლი ხედავთ პირდაპირ ეთერში ძაღლს რო დაისვა ხო აი ყველაფერი კარგად იქნება რა და აი ეს ჩიჩილაკა და ესენი თურმე ამან უნდა გადაარჩინოს და ეს არის თურმე ჰუმანურობა ეს არის თურმე დიდი ადამიანური ნაბიჯი ადამიანს რომელსაც ძაღლი ეყვარება იმას ქვეყანაც ეყვარება იმას სამშობლოც ეყვარება ის ცუდს არაფერს არ გააკეთებს და დღეს ძაღლი გახდა ქართული პოლიტიკის მთავარი ამომავალი ისა გეობა გადევიდა მოდიდა აღარა ახლა LGBT-ობა აღარა მოდაში ახლა მოდაში არის ძაღლი და ძაღლმადიდებლობა და ეს ახლა ამას ხო ხედავთ თქვენ გრიგოლიას და მაჭავარიანს აგერ პირდაპირ ეთერში ძაღლმადიდებლობის რიტუალს რო ასრულებს და თქვენ თუ გონიათ მთავარი მამალი ქოცი რო ყავთ ამათ რა ქვია ბიძინე თქვენ თუ გონიათ იგი არის განსხვავებული ამათგან აგერა კიდე ძაღლმადიდებელი ბიძინა რომელსაც აქამდე გვეგონა თურმე რომ ესა რა ქვია ზებრა და პინგვინი და ზვიგენი უყვარდა სინამდვილეში ოჯახური ბედნიერებისთვის საჭირო ყოფილა თურმე ძაღლი თუმცა აბორიგენმა ძაღლმადიდებლებმა ეგეთი რაღაცა გამოხატეს რომ არ არისო ეს ასეო ზოგიერთი კაი ადამიანიცაა კაცო ამ ძაღლებზე ფიქრი ჭკვიდანაა ზოგიერთი გადასული ისე უყვარს აქ-იქ მლანძღავენ ასეთი რაღაცა თქვა რომ მაგასო მოვლილი ძაღლები უკავიაო ხელშიო და ჩვენო ძუნკალა ძაღლებიო გვაინტერესებს აბა ძუნკალა ძაღლს დაიკავებ და ახლა წმინდა ბიძინე ხელში ხო და ძველ საქართველოში თუ იყო შვილებით შვილიშვილებით შვილთა შვილებით ოჯახური ბედნიერების და ოჯახური ჰარმონიის და
ესე რომ ვთქვათ ამ მიწიერი წუთი სოფლის რაღაც ბედნიერი წამების აღნიშვნა აი აქ თურმე იმგენით რა ქვია ძაღლებით და იმგენით ყოფილა არ ვიცი რა ჯიშის არიან ეს ძაღლები დამეხმარეთ და თქვენ თუ გონიათ რომ ამ ხალხში განსხვავება არის რამე ძალიან შემსტარხართ და ამიტომ ნუ იძახით ნურანაირ ქოც ნუ იძახით ნურანაირ ნაც ნუ ყოფთ საზოგადოებას რა საზოგადოება უნდა გაყოთ მხოლოდ და მხოლოდ ორ ნაწილად ქართველი და ზოგადად საქართველოში მცხოვრები მორწმუნე ადამიანები და ურჯულოები ამა თქვია ურჯულოები აი ურჯულოს ძველ ქართულად სიტყვა ურჯულო ნიშნავდა ურწმუნოს ადამიანს რომელსაც ღმერთი არ წამთ და ამათ ღმერთი არ წამთ ამათ წამთ ძაღლი ხო დანარჩენი არის აი ესე ორადაა გაყოფილი აქეთ არის ქართველი მართლმადიდებელი ქრისტიანები თუნდაც მუსულმანები რომელსაც ღმერთი წამთ ან სხვა რელიგიის მიმდევრები როგორ ვისაც წამთ და არა ისე რა ქვია რელიგიური კომპენსიის წევრები რო არიან ასე ახლა საქართველოში როა ჩემო კარგებო მთელი სრული სიბნელე და სრული გაუნათლებლობა ამდენი მართლმადიდებელი ქრისტიანი რო ეძახის მის თავს მართლმადიდებელი ქრისტიანი ვარ და მოდებაში როა რა არის მართლმადიდებლური ქრისტიანობა მე არ მგონია რომელიმე სხვა ქვეყანაში იყოს ასე აი ნახდათ არ მგონია იცი 86-99% რო კითხო საქართველოში მართლმადიდებელია და ელემენტარულად აი ამათი მართლმადიდებლობა ჩნდება რაში იცით ვიღაცას ქონდა ესეთი ესა რა ქვია რაღაცა დაწერილი რა თავის გვერდზე დაცინოდა ეთყობა მორწმუნეებს აი იქ ეწერა ესეთი რაღაცა ქრისტესო უხრწნელიო სხეულიო და სხეულის ნაწილებიო თუ წამსო გააზიარეო რა და იყო ერთი 18000 კომენტარი და იყო ერთი რა ვიცი ალბათ ერთი 20000-მდე გაზიარება და ამინ და ღმერთმა დალოცოს და იმდენიც არის ის ქრისტიანმა ადამიანმა რომ ქრისტეს სხეული დედამიწაზე არ დარჩენილა ამდენი არ იცის და რო კითხო ქრისტიანია მოდებაში არა ალბათ ყოველ შაბათ-კვირას ეკლესიაში დადიან ერთადერთი რაც შეიძლება ქრისტესი იყოს დარჩენილი დედამიწაზე მისი სხეულის ნაწილიდან ეს არის ტურინის კვართი სადაც გამოსახული არის ხელთუქმნელი ქრისტეს გამოსახულება და სადაც არის სისხლის ნაწილაკები შერჩენილი სხვა მსგავსი რაღაცა მე ყოველ შემთხვევაში არ გამიგია ესეთი რაღაცა რო სადმე რაიმე სხვაგან ქრისტეს თუნდაც სისხლის ერთი წვეთი იყოს დარჩენილი არა თუ უხრწნელი წმინდა ნაწილები და გააზიარე და ამინ ეხლა გეკითხებით მე თქვენ ადამიანებს რომლებსაც რო გკითხოთ ხალხმა ქართველებად ქრისტიანებად მართლმადიდებლებად თვლით თავს ამას მართლმადიდებლობა ქვია ამას ქრისტიანობა ქვია ნუ თუ ამდენი ხანი მართლმადიდებლურმა ეკლესიამ საპატრიარქო საქართველოში ვერ შეძლო მისი მრევლის იმ დონეზე განათლება რომ ელემენტარული მამაო ჩვენო წამსი იცოდეს და ელემენტარული იმდენი იცოდეს ჯულის კანონი რა არის რუის ურგნისის კრება რა არის და ელემენტარული ის იცოდეს რომ ქრისტეს სხეულის ნაწილი არაა დარჩენილი დედამიწაზე და ამაღლდა უფალი ზეცად მართალი ბრძანდებით ქალბატონო ნანა ძველად საქართველო იყო დღეს ჯორჯია ყველგან ისმის სიტყვა ჯორჯია საქართველოს აღარ ხსენდება ხო და რა გიკვირთ ხალხო რომ ასეთ ბრმად მადიდებლებში ძაღლმადიდებლები გამრავლდნენ ბიძინა მადიდებლები გამრავლდნენ რა გიკვირთ ამ ხალხში რა გიკვირთ ამ ადამიანებში მარჯვენა ყავზე LGBT დროშა რო აქვს გადაკიდებული და მარცხენა ხელში ისა რა ქვია
კელაპტარი რო უკავიათ და ქრისტიანობაზე რო გელაპარაკებიან. რა გიკვირთ ამ ადამიანებში, რომ 150-ვე დეპუტატი როდესაც პატრიარქი მოუწოდებს ამ ხალხს რომ არქნათ, არ გააკეთოთ, არ მიიღოთ ეს კანონი, რომელიც დამღუპველია საქართველოსთვის. ყველა მიდის და საპირისპიროდ აძლევს ხმას. და რო კითხო 150-ვე ქრისტიანია. უნდა ეშველს, მე გეკითხებით. ელემენტარული, ასეთ საზოგადოებას უნდა ეშველოს. ის შემოძმაო iPhone-ზე კი არა, ერთხელ გივისი ხარულიძემ თქვა, ესე არ იყოს რომ ჩემი ქვეყანაო, ზვიადის და მერაბის ქვეყანაო. ჩემ ქვეყანაშიო, ვერცხლზე გაყიდულებიო კი არაო, შეშტზე გაყიდულები მინახიაო და სადაც შეშტზე გაყიდული ხალხი არის, შემოძმაო, იქ დიდ მორწმუნეობას და დიდ სულიერებას არ უნდა ეძებდე ადამიანი. და ეს მე გეტყვით ამას, რომ ეს არ არის პირველი შემთხვევა რა. ეს არ არის პირველი შემთხვევა, სულ ამაზე მაქვს ლაპარაკი, რომ ჩვენ ქვეყანას ღუპავდა ყოველთვის გამყიდველები. ყოველთვის. და არ ქონდა მნიშვნელობა, რომ ეს გამყიდველები ყველა ყოფილიყო საერო პირები. ასეთები იყვნენ სასულიერო პირები. წაიკითხეთ ჟან შარდენის ჩანაწერები. წაიკითხეთ. საქართველოს სასულიერო პირები როგორ იყვნენ ჩაბმულები ქართველი ტყვეებით ვაჭრობაში ოსმალებთან. წაიკითხეთ ელემენტარულად სოლომონ პირველის ეს ალბათ უკანასკნელი უძლიერესი მეფის ისტორია როგორ დააწყევლა და როგორ ანათემას გადასცა მაშინ აფხაზეთის კათალიკოსმა ლუკმა გამოგვიგდეო პირიდანო ტყვეთა გაყიდვაო როგორ აკრძალეო როგორ ებრძოდა საკუთარი დედა რომელიც ტყვეთა გაყიდვის მონაწილე იყო ისევე როგორც მისი ბიძა რაჭისერის თავი რამდენი მოღალატე ქართველი იბრძოდა ოსმალების ჯარში საქართველოს წინააღმდეგ მე ახლა მუშაობ მალე დავდებ ამ ვიდეოსაც აფხაზეთის ომში ქართველები რომლებიც იბრძოდნენ აფხაზების მხარეს და დაღუპულები არიან ქართველები ქართული გვარები და დაჯილდოვებული ახლა რომ ვიღაცებს გაუკვირდათ რომ ვიღაცა ძეზე დამთავრებული გვარის ვიღაცა თურმე აფხაზეთის სადღაც სეპარატისტული მთავრობის პარლამენტში შესული ეს არის ჩვენი ისტორია და თქვენ თუ გონიათ დღეს რო გამოდიან და კივიან და წივიან და სლავა უკრაინეს რო იძახიან შიგ ევროპას რო იძახიან ეს ხალხი თქვენ თუ გონიათ რომ ევროპელების, უკრაინელების და ამერიკელების ჯარში არ ჩაეწერებიან საქართველოს წინააღმდეგ ძალიან შემცდარ ხართ. არსებობდა თურქული პირველად ქართული ლეგიონი ოსმალეთის არმიაში შეიქმნა. გერმანელების ხელმძღვანელობით. ხალხო არსებობდა ესეთი ისტორია. არსებობდა და ეს უნდა იცოდეს მომავალმა თაობებმა და უნდა იცოდეს გინდა ბიძინა ივანიშვილი რომ არაფერი შეხება არ აქვს ამ ძაღლმადიდებელს მართლა თუ არ ვიცი პინგვინ თუ ზებრა მაგრამ ეხლა ძაღლმადიდებელი გამოჩნდა 6-მე ღვთისკაცთან მიხეილ სააკაშვილის არაფერი შეხება რო არ აქვს დავით აღმაშენებელთან ამ ხალხს რო არაფერი შეხება არ აქვს ეროვნულობასთან ეს უნდა იცოდეს ხალხმა და მათი ოპოზიციონერები და მათი ვითომ მოწინააღმდეგები რომ ვერ გადაარჩენენ ამ ქვეყანას ესეც უნდა იცოდეს ხალხმა არაა ბევრი ცოდნა საჭირო საკუთარი ქვეყნის ისტორია უნდა იცოდეს საქართველოს ისტორია ვინც იცის იმან იცის რა დღეშია საქართველო იმან იცის რა ჭირს და რა შეიძლება ხვალდაზე გელოდეს ну ახალ ექსო იქ კიდე სხვა სიტუაცია იყო რა იქ მეორე მსოფლიო ომის პერიოდი კიდე სხვა სიტუაცია იყო ჩემოძმაო იქ ნაღდათ იყო ესეთი სიტუაცია რომ პირდებოდნენ ქართველებს რომ მეორე მსოფლიო ომში რომ როდესაც გაათავისუფლებდნენ საქართველოს ბჭყალებში
საქართველოს დამოუკიდებლობას მიცემდნენ და ეს იყო გაქცეულების შვილების შთამომავლობა და ძველი იუნკერები, რომლებიც მაშინ იბრძოდნენ და ისინი ეწერებოდნენ ამ ჯარში ამ იდეით. და იყო ბევრი საბჭოთა კავშირიდან ტყვეთ ჩავარდნილი ჯარისკაცები, რომლებსაც უთხრეს ან დაგხვიტავთ და მოკლავთ, ან გადმოდით ჩვენ მხარეს და იბრძოლეთ. ეს კიდე სულ სხვა ფენომენი არის. რა თქმა უნდა იყო. ვერ დავადგით თავი ბოლო რო დამესრულებია ტექსელის ბრძოლაზე, რაც მოხდა იქ გერმანელებთან ერთად, ის ქართველების ჩახოცეს, ვინც ისე იქცეოდა. ძალიან ცუდ დღეში ვარ, ხალხო. ძალიან ცუდ დღეში ვარ რა. და გააზრება უნდა ამას, აზროვნება უნდა. ეს ვერ გადაგირჩენ თქვენ ქვეყანას. ვერც ეს და ვერც ეს ქვემოთ. ვერც ეს მეთოდი ბრძოლის. ვერც ამ ძაღლის მოფერებით გადარჩება საქართველო და ვერც ინგა გრიგოლიას და ვერც იმის, რა ქვია, LGBT იმის, რა ქვია, იმედის იმით პროპაგანდით. სულ სხვა მხარესაა მტერი და ცოტა აზზე მოდით რა. მეთქი მოკლეს ვიტყვი თქვა, მაგრამ მოკლედ გამიგრძელდა ეგ ყველაფერი და აბა თქვენიცით გეი პროპაგანდისტებო ტელეკომპანია იმედიდან გააგრძელეთ ეს ეროვნული ნიშის დაკავება და ესა რა ქვია ძაღლმადიდებლებო ოპოზიციიდან გააგრძელეთ ბრძოლა საქართველოს გადასარჩენად. ცუდ დღეში რო ვარ ძმაო, იმიტოა რომ გაფანტულები ვარ და იქ ასეთი ამბები ხდება და ვერ ზრდის საქართველოს პატრიოტებს ძაღლმადიდებელი და LGBT პროპაგანდისტი საქართველოში ვერ გაზრდის პატრიოტს. ვერა, ამიტოა რომ პულსი არ ესინჯება ხალხს გაყიდულ მიწებთან დაკავშირებით. საერთოდ არანაირი გზნობა არ აქვს. აი, ჩემო კარგებო, მშვიდობა მოგცეთ ღმერთმა და დაფიქრდით და იაზროვნეთ რა. დაფიქრდით და იაზროვნეთ. უბრალოდ თუ აი ესეთი გამოვლინებები და ესეთი გამოხტომების შემთხვევითი რო არ არის. დანარჩენზე შემდეგ დეტალურად ვისაუბრებთ ამ რატომ მოინდომეს ამერიკელებმა ახლა ჩვენი ჩაბრატება და ესე შემდეგ და ესე შემდეგ. დროებით. მადლობა ყველას ყურადღებისთვის.